მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოდი დღეს მოვამზადოთ ესეთი გემრიელობები, აქ აქვს ხაჭოს დესერტი, გამოდის საოცარი და ბავშვები მიირთმევენ ძალიან გემრიელად და ვერასდროს მიხვდებიან, რომ ხაჭოთი ამომზადებული, ასევე მაკარონი ფარში და ყველით, ნამცხვარი და უგემრიელესი კომპოტი. მოდი დავიწყოთ კომპოტის მომზადება. ამისთვის დაგვჭირდება ვაშლი და ვაშთან ერთად ნებისმიერი ხილი, მე მოქვს გარგარი და ატამი. ვაშს დავჭრი ესელებნებად. და გადავიტან ქვაბში. თან ახლა არის სიცხე და ცივი კომპოტს ყველა გემრიელად მიირთმევს, გინდა ბავშვი, გინდა დიდი, თან სასარგებლოც არის. ჩემო ძვირფასებო არის 26 მაისი და მინდოდა ოჯახის წევრებისთვის მომზადებინა გემრიელობები და საღამოს ყველა ერთად გემრიელად მივირთმევთ. ასევე გარგარს გამოვიღებ კურკას, გარგარი იყო ძალიან მჟავე და ბავშვებმა არ სიჭამეს. ყველაფერი მოქვს გარეცხილი, რა თქმა უნდა. ეს ატამის ძალიან გემრიელი და არომატულია. და ეხლა ამ ყველაფერს კარგად დავჭრი და გამომზადებ. ასევე მინდა ბოდიში მოგეხადოთ ჩემი თითების მდგომარეობისთვის 2 დღეა ვაკეთებ ბადრიჯანს და ასევე მარწყვის რჩევაში ვარ და გამიშავდა თითები და ბოდის გიხდით. ადუხდა ჩვენი კომპოტი. და ეხლა მოვაყაროთ შაქარი, ადუღებიდან ვადუღებთ 3 წუთი, მეტი არა. და მოვაყრით ცოტაოდენ შაქარს. ასევე მოვამზადე ნახეთ ესეთი გემრიელი და მარტივი ნამცხვარი, რომელიც მზადდება ძალიან მარტივად და დანაგვაც არ უნდა, არც მაცივარში გაჩერება შეგიძლიათ როგორც კი დაგრემავთ, ეგრევე მიირთვათ. არის ძალიან გემრიელი და ფაფუკი. აი საოცარია პირში დნება დამიჯერეთ. ასევე მოვამზადე ესეთი სწორი დესერტი, როგორც არის ხაჭო და არის ძალიან სასარგებლო და ბავშვები ჩემების ხაჭოს არ მიირთმევენ და ესე ვერც კი ხვდებიან, რომ ამაში ხაჭოა. აი ძალიან გემრიელი გამოდის, ნებისმიერი ხილი შეგიძლიათ დაუმატოთ, ან ხილი შეგიძლიათ საერთოდ არ უქნათ, ამის რეცეპტაც აუცილებლად დავდებ. ეხლა განახებთ როგორია. მთელი ზაფხული მაქვს ეს დესერტი მაცივარში. ხან ხილით ვაკეთებ, ხან ხილის გარეშე. აი საოცარი გამოდის და ძალიან სასარგებლოა, ვინც დიეტაზე ხართ. აი არ ვიცი, შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიც გინდათ, ცილა ცარიელი. ეხლა განახებთ როგორია. კოლაგენი და ცილა. აი ნახეთ, მე მარწყვა ვქენი და გამოვიდა ძალიან გემრიელი. ნახეთ როგორი სტრუქტურა აქვს. ვერასდროს ვერავინ მიხვდება, რომ ხაჭოთი გაქვთ მომზადებული, არის ძალიან გემრიელი. ასევე მოვამზადე ესეთი მარტივი მაკარონი. არის უგემრიელესი ფარშით. ცოტაოდენი ბულგარულით და ყველით. ნახეთ როგორია. აი საოცარია. ერთ ქვაბში მზადდება, მაკარონს წინასწარ მოხარშვა არ ჭირდება. აი ესეთი გემრიელობები მოვამზადე სულ რაღაც საათნახევარში. ყველაფრის რეცეპტებს აუცილებლად დავდებ. მოიწონეს ჩემი არხი, გამოიწერეს ჩემი გვერდი და მომავალ შეხვედრამდე.